დიდი ბრიტანეთის მიერ ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ ოპოზიცია სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას ელოდება. მათი ვარაუდით მალე გაერთიანებული სამეფოს შეზღუდვებში ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა მოექცევიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და საერთაშორისო იზოლაცია საბოლოოდ ქართულ ოცნებას აიძულებს დათმოს ძალაუფლება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაიზრდება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია, იმისთვის რომ მოიცვას არა მხოლოდ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები, არამედ ასევე ეგრეთ წოდებული ხელის შემწყობები, ანუ პროპაგანდისტები, როგორიც არის ირაკლი რუხაძე და ფინანსური კლანი, რომელზეც დგას ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება. ვერანაირი ღალატის კომისიით, რეპრესიებით და დაჭერებით ივანიშვილი ვერ გადაფარავს იმ საერთაშორისო იზოლაციას, რომელშიც ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. ბოლოს მაინც მოუწევს კომპრომისი, მაინც მოუწევს ხელისუფლების დათმობა. როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის ბოროტ თოჯინებს, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. მურუსიძეს და ჩინჩალაძეს ეს იყო კარგი, არ აქვს ბიძინა ივანიშვილს იმისი რესურსი, რომ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს. არ აქვს ბიძინა ივანიშვილს იმის რესურსი, რომ ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს. ამერიკის და ევროპის გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი ვერ გადარჩება და ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას ალტერნატივა არ აქვს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები სიყალბეზეა დაფუძნებული. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საერთაშორისო ზეწოლის მიზანი მაღალი თანამდებობის პირების დაშანტაჟებაა. ეს არის უბრალოდ შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვს, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთი ქვეყნები, როგორც საქართველოა, უკრაინა, თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია და ძალიან რთული იყოს. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება სამწუხაროდ. დიდმა ბრიტანეთმა ქართულ მოსამართლეებს ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები 2 აპრილს დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში. არაჯერ უნდა დასრულებდნენ თავიანთ საქმიანობას და იყენებდნენ საკუთარ გავლენას ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. მურუსიძესა და ჩინჩალაძეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქონება და საბანკო ანგარიშები გაეყინებათ. თუმცა სანქციები ბრიტანეთის იურისდიქციის მიღმა არსებულ საფინანსო ინსტიტუტებზეც მოქმედებს. მურუსიძე ჩინჩალაძეს ანგარიშები და ბარათები ქართულ ბანკებშიც დაებლოკათ.